გაქვთ დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ ერთი ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტი მაინც თქვენი თავის მოვლის საშუალებებში, ასევე მოქმედებს პიგმენტაციაზე სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად და რაც მთავარია, ებრძვის ასაკობრივ ნიშნებსაც. თითქმის ყველა ტიპის განსხვავდება, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია პროცენტულობა და ასევე ფორმულა, ანუ სხვა რომელ ინგრედიენტებთან ერთად გვაქვს მოცემული, რადგან ზოგი კანი მგრძნობიარეა და მაღალი პროცენტით ნიაცინამიდს ფიზიკურად ვერ გუობს კანი და შეიძლება გაღიზიანებაც გამოიწვიოს. შრატებს უამრავი ბრენდი უშვებს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი მოწინავე კორეული ბრენდია Manio, რომელიც სხვადასხვა კანის პრობლემისთვის გვთავაზობს სხვადასხვანაირ შრატებს და ერთ-ერთია ზუსტად ნიაცინამიდის შემცველი შრატი. ეს კონკრეტული ნიაცინამიდის გარდა 4% ნიაცინამიდი აქვს, შეიცავს galactomys, სერამიდებს, კოჟიკის მჟავას, რომელიც ვიცით რომ ძალიან კარგად მოქმედებს პიგმენტებზე, უთხელესი ტექსტურა აქვს, არ ტოვებს წებოვნებას, საკმაოდ დიდი ამოცულობით და რაც მთავარია, ეფექტური. დიდი რეკომენდაცია ჩემგან Manios და არა მხოლოდ ამ ნიაცინამიდის შრატს, არამედ მის ნებისმიერ თავის მოვლის საშუალებას. Wansingის 5%-იანი ნიაცინამიდი, როგორც ხედავთ, რომ თითქმის დაცლილია, მეგობრობს სხვა ნებისმიერ თავის მოვლის საშუალებასთან, ზოგადად ნიაცინამიდი დაბალი პროცენტის არ არის პრეტენზიული და წეღანაც თქვი, თუ თქვენ ცოტა მგრძნობიარე კანი გაქვთ, გირჩევთ რომ დაბალპროცენტიანი ნიაცინამიდი გამოიყენოთ და არ დაიწყოთ თავიდანვე 10%-იანი ნიაცინამიდით, რადგან შეიძლება კანი გაგეღიზიანოთ. ესეც საკმაოდ მსუბუქია, სწრაფად იწევს კანი, არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას, ვიყენებდი C ვიტამინთან და აზელაინთან ერთად და არ გამოუწვევია გაღიზიანება. ჩემ ვიდეოებში ხშირად შეხვდებით Centellian 24-ის ამ კონკრეტულ შრატს, დაახლოებით 3 კილო მაქვს გამოყენებული, ეს ახალია, ახლა ვერ გავხსნი, იმიტომ რომ ბევრი მაქვს გახსნილი. შეგიძლიათ ნახოთ ძველი ვიდეოები თუ სტრუქტურა გაინტერესებთ. გარდა ნიაცინამიდისა, შეიცავს დაპატენტებულ ინგრედიენტს მელასილს, დატვირთულია სხვა დამატებითი ინგრედიენტებით და შედარებით მოეწონება უფრო სიმშრალისკენ მიდრეკილ კანს, კომბინირებულ კანსაც მოუხდება და ასაკობრივს. ცხიმიან კანს რამდენად მოეწონება, არ ვიცი, რადგან ცოტა მსუყია. სტრუქტურას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სქელია, ძალიან სწრაფად იწევს კანი და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. კოსარექსიც რომ ძალიან მიყვარს, კარგად იცით, კორეული თავის მოვლის საშუალებების ტოპ 5-ში მყავს ეს ბრენდიც და თუ თქვენი კანისთვის სწორად შეარჩევთ, დამიჯერეთ, ერთ-ერთი ეფექტური ბრენდია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ოღონდ სწორად უნდა შეარჩიოთ ის პროდუქტი, რომელიც თქვენ გიხდებათ. ეს ნიაცინამიდი კი უკვე 15%-იანია და რა თქმა უნდა, თუ თავიდან იწყებთ, გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ, რომ 15% არ გაგიღზიანებთ კანს, ხოლო თუ თქვენი კანი მიჩვეულია, დიდი კი ჩემგან, მეორე კილა ახლა ვერ გავხსნი, ერთი უკვე დაცლილი მაქვს. ეს უელეგანტურესი შრატიც ძალიან მომეწონა, უბრალოდ ძალიან არაბიუჯეტურია და ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ. იმედია დაგეხმარებათ ჩემი ვიდეო ნიაცინამიდის შრატის შერჩევაში, ახლა კი აუცილებლად ველოდებით თქვენ რეკომენდაციებსაც კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ, მოусმინეთ საკუთარ კანს.